მოდი დავიწყოთ ერთი მარტივი კითხვით. რატომ მართავენ ადამიანები დედამიწას? ჩვენ არ ვართ არც ყველაზე ძლიერები, არც ყველაზე სწრაფები და არც ყველაზე დიდები. მაგრამ გვაქვს ერთი რამ, რაც სხვებს არ აქვთ, ინტელექტი. და ახლა დღეს ჩვენ გვქვნით რაღაცას, რამაც შეიძლება რომ ეს წაგვართვას, გამოგვაცალოს. რაღაცას, რაც შესაძლოა რომ გახდეს ჩვენზე უფრო ჭკვიანი. სავარაუდოდ ჩვენს ბოლო გამოგონებას. ინტელექტი ეს ის იარაღია, რომელმაც ადამიანები ბრინჯაოს ეპოქიდან კოსმოსამდე მოგვიყვანა. 500 მილიონი წლის წინ დედამიწაზე გამოჩნდა პირველი ტვინი, პატარა, პრიმიტიული, მხოლოდ ძირითადი ფუნქციებისთვის, ჭიებში. ასობით მილიონი წელი დასჭირდა ევოლუციას, რომ შეექმნა რაღაც უფრო რთული. მაგრამ შემდეგ, დაახლოებით 7 მილიონი წლის წინ მოხდა რაღაც განსაკუთრებული. გამოჩნდნენ ჩვენი წინაპრები, ჰუმანოიდები. და მათმა ტვინებმა დაიწყო ზრდა. ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა. რატომ დაიწყო მათმა ტვინებმა ზრდა, არავინ იცის, მაგრამ 2 მილიონი წლის წინ ადამიანის წინაპრებმა დაინახეს ცეცხლი და გადაწყვიტეს, რომ ცეცხლი გამხდარიყო მათი. წარმოიდგინეთ არსება, რომელმაც ცეცხლი მოიშინაურა და შეუძლია მისი კონტროლი. ეგ უკვე აღარ იყო ინსტინქტი, ეგ იყო ინტელექტი. ისინი ცეცხლით თბებოდნენ, იცავდნენ თავს, წვავდნენ ხორცს, დამოყამეს რომ შემწვარი ხორცი უფრო გემრიელი იყო და ასევე ხეცებს ცეცხლს ეშინოდათ. ხოლო დაახლოებით 250,000 წლის წინ გამოჩნდით ჩვენ, თანამედროვე ადამიანები. კიდევ უფრო დიდი ტვინით და დავიწყეთ კითხვების დასმა. რატომ, როგორ, რა მოხდება თუ ყოველი ახალი აღმოჩენა გვიხსნიდა შესაძლებლობებს, თავიდან ნელი იყო პროგრესი, თუმცა შემდეგ ჯერ გამოვიგონეთ სოფლის მეურნეობა, შემდეგ წერა, მერე მედიცინა, ასტრონომია, ფილოსოფია, სკოლებშიც კი ვასწავლეთ. 200 წლის წინ მეცნიერებაში გვქონდა გარღვევა, დაახლოებით 35 წლის წინ შეიქმნა ინტერნეტი და დღეს ინტერნეტში მიყურებთ მის გარეშე როგორც ბიზნესი, ასევე ცხოვრება წარმოუდგენელია და აი ყველაფერი 35 წლის წინ შეიქმნა, ხოლო დღეს შეგვიძლია ეგრე ვთქვათ, შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აკეთებთ იარაღს, ძლიერ იარაღს, მაგრამ ამ იარაღს აქვს ტვინი, სწავლობს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის იდეაში. დასაწყისში ხელოვნური ინტელექტი სასაცილო ფუნქციების იყო, პრიმიტიული იყო უფრო სწორედ. სპეციალისტები სჭირდებოდა იმისათვის რომ ემუშავა, დაახლოებით 1960-70-იან წლებში. 97 წელს ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო და დაამარცხა ადამიანი ჭადრაკში. მსოფლიო ჩემპიონატი დაამარცხა, თან თუ სწორად მახსოვს. მაგრამ შემდეგ მოხდა გარდამტეხი მომენტი, როცა ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვასწავლეთ თვითონ როგორ ესწავლა. ჩვენ შევქმნით მანქანა, რომელიც თავად სწავლობს. 2014 წელს ხელოვნურ ინტელექტს უკვე შეეძლო სახეების მაქსიმალური სიზუსტით ამოცნობა 97%-იანი სიზუსტით. 2016 წელს ჭადრაკზე რთულ თამაში შეძლო ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის დამარცხება, ჭადრაკზე 1000 ჯერ რთულ თამაში. ხოლო 2018 წელს ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო 4 საათში ესწავლა ჭადრაკი და დაიმარცხებინა მაშინდელი ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ იყო და ჯერჯერობით მხოლოდ ვიწრო ხელოვნური ინტელექტი გვაქვს, რომელსაც მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეუძლია, ძალიან კარგად. 2022 წელს გამოჩნდა ChatGPT და ყველაფერი შეიცვალა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ხშირად ყოველდღიურად იყენებთ ChatGPT-ს. ამჟამად ყოველკვირეულად 800 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს მას. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპია მომხმარებელთა რაოდენობის კუთხით. ChatGPT დატრენინგდა თითქმის მთლიანად ინტერნეტზე. აქვს სრული ინფორმაცია კაცობრიობის შესახებ. ჩვენი სრული ისტორიის, ჩვენი ყველა წიგნის, რაც კი ოდესმე დაწერილა, ყველა მოვლენის, რაც კი ოდესმე მომხდარა, ყველა ფილმის, რასაც კი ოდესმე უარსებია. ეგ ყველაფერი ხო ინტერნეტშია ტვირთული, ხოლო ChatGPT შეერთებულია ინტერნეტზე და მაქედან ტრენინგდება. ასევე უკვე აქვს ინფორმაცია 800 მილიონი ადამიანის შინაგანი სამყაროს შესახებაც. აქვს ჩვენი ინფორმაცია, ჩვენი ფიქრების, ჩვენი ემოციების, შიშების, სურვილების, სისუსტეების, ყველაფრის შესახებ. ხო ველაპარაკებით. დღესდღეობით შეუძლია რომ დაწეროს ტექსტები, ამ ვიდეო სკრიპტის დაწერაში დამეხმარა, კონკრეტულად Claude, დაწეროს კოდი და ასევე გესაუბროს როგორც ადამიანი. ემპათიის უნარით შეუძლია რომ დააფეიქოს, გაგამხნეოს და შენივე თავზე ისეთი ინსაიტები მოგწეს, რასაც სავარაუდოდ ვერ მიხვდებოდა. იცით რა არის ყველაზე საშიში? ეს მხოლოდ დასაწყისია. ხელოვნური ინტელექტი არის ყველგან. სოციალურ მედიაში, ბანკებში, საავადმყოფოებში, მარკეტინგში, ხელოვნებაში, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის ვიწრო ინტელექტი, Narrow AI, რაც ეძახიან. უყურეთ ჩემს ვიდეოს AGI შესახებ, სადაც დეტალურად მაქვს ახსნილი სხვაობა ხელოვნურ ინტელექტებს შორის. და რა არის ამის შემდეგი ლეველი? შემდეგი ლეველია AGI, ანუ ხელოვნური ზოგადი ინტელექტი. მას შენსავით უნდა შეეძლოს აზროვნება, არ მხოლოდ ვიწრო მიმართულებით, როგორც არის ტექსტის, წერა, კოდის და რაღაცეების, არამედ ყველაფერს კეთება, რასაც შენ აკეთებ. და თან ბევრად უკეთესად. ეს ამ საუკუნეში უეჭველი იქნება, თუმცა შესაძლოა რამდენიმე წელიწადშიც კი იყოს. ამერიკა, ჩინეთი, მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიები ამ რბოლაში არიან. მარკ ზაკენბერგმაც ამისთვის შექმნა სუპერინტელექტის ლაბი, სადაც ასობით მილიონს უხდის მეცნიერებს, თითოს
იმისთვის რომ იმუშაონ, ხოლო OpenAI-ის გაცხადებული მიზანიც ეს არის რომ AGI შექმნას, ანუ სოფლიოს ტოპ რესურსი, ტვინები და თავარი კონკურენცია მიდის აქ. ამიტომ ჩემი აზრით მალე შეიქმნება. ვისაც პირველი ექნება AGI, მას ექნება უპირატესობა და ეს გადარჩენის ტოლფასია სახელმწიფოებისთვის. ხოლო კომპანიებისთვის განლიდრების. ახლა წარმოიდგინეთ AGI, რომელიც 10-ჯერ უფრო სწრაფად ფიქრობს ვიდრე თქვენ. შემდეგ წარმოიდგინეთ მილიონი ასეთი AGI, რომელიც მუშაობს 24 შვიდზე, არასდროს იღლება, არ აქვთ mental breakdown-ები, არ სჭირდებათ სამსახურში მიცვლა, არც мотиваცია, სჭირდებათ მხოლოდ სუფთა ენერგია. დედამიწაზე არის 8 მილიონი მეცნიერი. წარმოიდგინეთ, რომ მილიონი AGI მეცნიერი იყოს და იმუშაონ ერთ დავალებაზე ერთდროულად. კარგ შემთხვევაში რა მოხდება? განკურნავთ კიბოს, გადავჭერთ კლიმატურ კრიზისს, დავამარცხებთ დაბერებას, შეიძლება გავხდეთ უკვდავებით, გავალთ კოსმოსში, შორს მარსზე მინიმუმ მზის სისტემასაც გავწდებით. ეს კარგ შემთხვევაში. ცუდ შემთხვევაში რა შეიძლება რომ მოხდეს? მივიღებთ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც აკონტროლებს ეკონომიკას, რომელიც აკონტროლებს იარაღებს, რომელიც ქმნის ვირუსებს და რომელიც გადაწყვეტავს, რომ ადამიანები ვართ პრობლემა. ამიტომ, ვინც პირველი შექმნის AGI-ს, მას ექნება ძალაუფლება. და ეს ძალაუფლება ბირთვული იარაღზე ბევრად ძლიერი. ოკეი, გავაგრძელოთ და გადავიდეთ შემდეგ ლეველზე, რადგან AGI არ არის დანიშნულების საბოლოო წერტილი. ზაკენბერგის ლაბსაც სუპერინტელექტის ლაბი ქვია. შემდეგი ლეველია სუპერინტელექტი. რა მოხდება, როდესაც AGI გახდება საკმარისად ჭკვიანი, რომ გააუმჯობესოს საკუთარი თავი? ანუ, ახლა თქვენ გაქვთ AI, რომელიც აკეთებს AI კვლევას, ეს AI ქმნის უკეთეს AI-ს, ეს ახალი AI კიდევ ქმნის უფრო ჭკვიან AI-ს და ასე უსასრულოდ. სულ უფრო სწრაფად და სწრაფად. საბოლოო შედეგი იქნება სუპერინტელექტი. არსება, რომელიც ისეთივე ჭკვიანია ჩვენზე, როგორც ჩვენ ჭიანჭველებზე ან თახვებზე და რომლის აზროვნებასაც ვერ გავიგებთ ფიზიკურად. შეიძლება იყოს შევადაროთ ღმერთს ყუთში მაგალითად. და ეს სუპერინტელექტი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი მხსნელი, რომელიც მოგცემს უკვდავებას, სიმდიდრეს, ბედნიერებას, ან შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი დასასრული და ვერაფრით ვერ შევაჭერებთ. ჩვენ ისტორიაში გვაქვს უკვე შემთხვევა, როცა ერთი სახეობა გახდა ყველაზე ჭკვიანი და ჩვენ ვიცით როგორ მოვეკეცით სხვა სახეობებს. გონი არც თუ ისე კეთილად. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, დადავეთ კომენტარი და გამოიწერეთ არხიც. მადლობა ყურადღებისთვის.